დაიცავით ბავშვების უფლებები, მოგხვედე პრემიერო, მოვითხოვთ უსაფრთხო გადაადგილებას. მსგავსი ტრანსპარანტებით დაბა ადიგენში საპროტესტო აქცია გაიმართა. 50-მდე ადგილობრივი ეგრეთ წოდებული გორგულის ხიდის, კახარეთის ჰესის არხისა და ხიდის მიმდებარე სოფლებთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზის რეაბილიტაციას ითხოვს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ აღნიშნული ხიდი დაბას 10 სოფელთან აკავშირებს, თუმცა იგი მწყობრიდან არის გამოსული და მასზე გადასვლა ადგილობრივების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ეს ვაპროტესტებთ ყველა გაჭირებას, თუნდა ხიდი იყოს, თუნდა ინტერნეტი იყოს, თუნდა გზა, სულ ყველაფერს, რაც რო გტკივა, ყველაფერზე გული გტკივა, ქალბატონო. მოთხოვნა არის რაიონის ხელმძღვანელობა იზრუნოს ამ სოფლებზე, არცად გზა არ არის ნორმალური. ლელოვანსა და კახარეთს ყარატუბანს შორის ჩანგრეულია ხიდი. არის ლენტი, რომ არ ჩავარდეს და ვიღაც არ გადავარდეს იმ ლენტით გაფრთხილი მეძე აღარ გადაიწიოს. ეს ხიდი ნახეთ რა მდგომარეობაში არის. ამ ეტაპზე გორგულის ხიდზე გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ჯებირების გამაგრებას ითვალისწინებს. მოსახლეობა მიიჩნევს, რომ სამუშაოების ზედაპირულია, გადასასვლელს კი საფუძვლიანი შეკეთება სჭირდება. საპროტესტო აქციის ინიციატორი არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივი დარბაზი ადიგენის განვითარებისათვის ხელმძღვანელი იყო. გოდერძი კუბლაშვილმა აქციაზე პრემიერ-მინისტრთან გასაგზავნი მიმართვაც წაიკითხა, რომელსაც ხელს 10 სოფლის მოსახლეობა აწერს. საპროტესტო აქციას ადიგენის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატიც დაესწრო. ჩვენი აქციის მიზანი იყო, რომ ჩვენი წუხილი მიგვეტანა საქართველოს მთავრობამდე. გაივლის სატვირთო მანქანით ამ ხიდზე და შეიძლება დიდი უბედურება მოხდეს. სულ 2 დღე დღის წინ ამის ფაქტი ერთი დაფიქსირდა და დატვირთული სატვირთო მანქანა სულ სანტიმეტრებში გადაურჩა ხიდზე გადაჭეხვას. ჩვენ არაფერს არ ვიგონებთ, ეს არის რეალობა და ჩვენს ხელისუფლებას და დღევანდელ საქართველოს იმის პრობლემა ნამდვილად არ აქვს ეკონომიურად, რომ ამ ხიდის რეაბილიტაცია და ხალხის განწყობა არ იყოს უარყოფითი. დახარჯულია ჩვენი რაიონის ყველა ამ ჩვენი მოსახლეობის თითოეულის ჯიბიდან გამოვტანილია თანხა და კეთდება რაღაც ინფრასტრუქტურა, რომელიც არ კეთდება თავის სათანადო დონეზე. საპროტესტო აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები მოთხოვნაზე პასუხის გასაცემად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ელოდნენ, თუმცა გორგულის ხიდთან გამგეობიდან არავინ გამოჩენილა. მოგვიანებით ჟურნალისტებთან კომენტარი გამგებელმა გააკეთა. ზაქარია ენდელაძის თქმით, ადგილობრივების არც ერთი მოთხოვნა მათ კომპეტენციაში არ შედის, რადგან გზა, ხიდი და კახარეთის ჰესი ადიგენის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ არის. გორგულის ხიდთან დაკავშირებით მინდა კომენტარი გავაკეთო. ყველას გასაგებად მინდა ვთქვა, რომ აღნიშნული ხიდი არ არის მუნიციპალური საკუთრება. პირველი. მეორე, რაც მუნიციპალური საკუთრება არ არის, ბუნებრივია იქ მუნიციპალიტეტი რაიმე ფინანსურ ღონისძიებას ვერ განახორციელებს. გორგულის ხიდი ეკუთვნის საავტომობილო გზების დეპარტამენტს, შესაბამისად საავტომობილო გზების დეპარტამენტი განსაზღვრავს მისი კეთების ხარისხს, დროს, მნიშვნელობას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გორგულის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საგზაო დეპარტამენტის ქვეკონტრაქტორი კომპანია მესხეთი ავტოგზა ახდენს. როგორც მეცხრე არხთან კომპანიის წარმომადგენელი თამაზ პეტაშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე მხოლოდ ზედაპირული სამუშაოები მიმდინარეობს, რათა ფეხით მოსიარულეებმა და მსუბუქი ავტომობილით მძღოლებმა გადაადგილება შეძლონ. პეტაშვილის თქმით, ობიექტზე სატვირთოების მოძრაობა შეუძლებელია. მესხეთი ავტოგზის ხელმძღვანელის განცხადებით, ხიდს კაპიტალური შეკეთება ესაჭიროება, თუმცა როდის გამოცხადდება ტენდერი აღნიშნულისათვის ეს ჯერ არ იცის. მისთვის უცნობია ისიც თუ როდის მოხდება 10 სოფელთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზის რეაბილიტაცია. ეხლა ჩვენ ამჟამად ვაკეთებთ პრევენციულ ზონებს ღებულობთ იმისათვის, რომ შევავიწროვეთ სავალი ნაწილი და კეთდება მოაჯირები, რომ ფეხით მოსიარულემ დაისვას უსაფრთხოება. და ამავე დროს შეზღუდული გვაქვს ჩვენ მათ მოძრაობა, სამტონამდე გვაქვს ჩვენ შეზღუდული, რომ მარშრუტკები იქნება, მსუბუქი მანქანები იქნება, დატვირთული მანქანების მოძრაობა სასტიკად აკრძალულია, იმიტომაც რომ ეს ხიდი არის ძალიან მოძველებული. ეგრეთ წოდებული გორგულის ხიდი დაბა ადიგენთან 10 სოფელს აკავშირებს. მისი სრული რეაბილიტაციისათვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართვას მოსახლეობა უახლოეს დღეებში გაუგზავნის. იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნებით არ დაკმაყოფილდება და ობიექტების რეაბილიტაცია არ მოხდება, ადგილობრივები პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.